საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში ხვალ 4 ნოემბერს გამოქვეყნდება. ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგეს. ევროპარლამენტის ინფორმაციით ამ საკითხზე გაიმართება დებატებიც, რომელიც ფოკუსირებული იქნება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაվել ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ უკვე განაცხადა, რომ 4 ნოემბერს საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდებოდა. მისი თქმით, ეს იქნება ძალიან გრძელი და არსებითი დოკუმენტი, წარდგენილი ევროკომისიის მიერ, სადაც დეტალურად აღწერილი იქნება, რა მოხდა საქართველოში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში და როგორ უკავშირდება ეს საქართველოს სწრაფვას გახდეს ევროკავშირის წევრი. პარალელურად ევრონესტის რეზოლუციის თანახმად საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა. ასამბლეა გმობს გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს და არ აღიარებს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას. ქართულ ოცნებაში დასავლეთის მხრიდან კრიტიკას მუდმივად ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩარევად აღიქვამენ. ოპოზიციაში კი თვლიან, რომ ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე საქართველოს ევროპისგან კეთილგანწყობას არ უნდა ელოდოს. საქართველოს ამ მტრული გარემოს პირობებში საქართველოს პარლამენტის ოფიციალური დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას ევრონესტის შემდეგ სესიებში, მანამ სადამ არ ვიხილავ ჩვენ მზაობას დიალოგისთვის. აქაც ფაქტია, ხომ, აქაც ხედავთ, რომ პოსტსაბჭოთა ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით, გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიანე და ასტრახანში დაბადებული და გაზრდილი სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც ახლა გერმანელი დეპუტატად წარმოგვიდგენენ, გველაპარაკებიან ევროპის სახელით. რა არის საერთოდ თუ არა ის მომენტი, რომ შეიძლება ადამიანი გამოიყვანო საბჭოთა კავშირი და მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდან. ეს ამის მაგალითები არიან ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც ზუსტად იგივე საბჭოთა სტილით უყურებენ საქართველოს და გონიათ, რომ მათი მოსათვინიერებელი არის ქართველი ხალხი. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიანისგან და ასტრახანში დაბადებული გაზრდილი სერგეი ლაგოდინსკისგან ევროპელობაზე ჭკუა არ გვესწავლეს. შეუძლებელია იყოს პოზიტიური მოლოდინი ამ შეფასებასთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს ისტორიულად ყველაზე უარესი მაჩვენებელი ევროპული ინტეგრაციის კუთხით ზოგადად ეს პროცესი არის შეჩერებული და ქვეყანა, რომელიც თუნდაც აღმოსავლური პარტნიორობის ფორმატში იყო ლიდერი, ქცეული არის აბსოლუტურ მაჩანჩალა ქვეყანად, რომელსაც არც ერთ ფორმატში, აღარც ერთ პლატფორმაზე აღარ მოიაზრებენ ხოლმე ევროპის გაფართოების საკითხებში, ამიტომაც რა თქმა უნდა სამწუხაროდ არსებობს ყველაფერს პესიმისტური მოვლენა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და იმ პროცესებს, რომლებიც განვითარდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან მწვავეა ის მოწოდებები, რომელიც მომდინარეობს საერთაშორისო მიმართულებით და სწორად და ადეკვატურად არის აღქმული ის, რომ ქართული ოცნების პირობებში ქვეყანა თვითიზოლაციაში ექცევა, თუმცა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდვები არ შეხებოდა ვიზა ლიბერალიზაციას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გრძელდება. არსებული ინფორმაციით გასულ ღამეს პოლიციამ თავისუფლების მეტროს მიმდებარედ აქციის რამდენიმე მონაწილე სულ მცირე 3 პირი დააკავა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით მათი დაკავება სავარაუდოდ გზის გადაკეტვას უკავშირდება. დაკავებულებს შორის არის 71 წლის აზა ჩილაჩავა, რომელიც 22 ოქტომბერს სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამღებად ცნო, სიტყვიერის შენიშვნა გამოუცხადა და გაათავისუფლა. მას ედავებოდნენ სახის დაფარვას. დაკავების შემდეგ ჩილაჩავა დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს, მან მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. რატო პროვოცირებთ? რატო პროვოცირებთ? რა ვესაუბრები? რატო თვლი რომ ეს პროვოცირება? პოლიცია ასრულებს თავის მოვალეობას. ხო და მე არ მომწონს რასაც თქვენ აკეთებთ ისა რა შემიძლია რომ ვთქვა? თქვენი აზრი. ხო, ჩემი აზრია და ამ ვაფიქსირებ. ქვეყანაში პოლიცია ასრულებს მასე ამ ქვეყანაში პოლიცია ძალადობს. არაფერს არ ძალადობს. კი, ძალადობს და უყურეთ კადრები ნახეთ. ნაციონალური მოძრაობა ახალი და ლელოის 3 პოლიტიკური პარტიაა, რომელთა გაუქმების მოთხოვნით მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვიანი ვადა აქვს. ახალი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიკრძალება აკრძალული პარტიის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა პასიური საარჩევნო უფლებით ისარგებლონ, მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეული
ერთეული პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად შეუზღუდებათ კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება. ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები, ასევე ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება პოლიტიკურ ოპონენტებს იდეოლოგიურად ვერ ებრძვის და ამიტომ მათზე ზეწოლა არასამართლებრივი გზით გადაწყვიტა. იმედი მაქვს, რომ ამ პარტიის წარმომადგენლები შემდეგ გამოცხადებიან სასამართლოში და საკუთარ გასამართლებას თავად დაესწრებიან. რა უნდა თქვა, როდესაც იქ საუბარი იქნება წამების სისტემაზე, რომელიც ნაცნობრობას ჰქონდა შექმნილი ციხეებში. რა სიტყვიან წართმეულ ბიზნესებზე, გადაფორმებულ მედიებზე, რა სიტყვიან იმ მკვლელობებზე, რომელიც ხდებოდა და რომელიც აღიარებულია მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ეს სისტემური დანაშაულები იყო. ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ საჯაროდ ხალხის თვალწინ მოისმენენ. ამ კვირების თუ თვეების მანძილზე ვერ გეტყვით, როდის დაიწყება ეს პროცესი, ამასაც ვერ ვიცი ნასამართლებლად, უბრალოდ ფაქტია, რომ ამ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ სხვადასხვა ეგრეთ წოდებული სამართლებრივი მეთოდებით გაანადგუროს ყველა კრიტიკული ორგანიზაცია, მათ შორის ოპოზიციური პარტიები საქართველოში, აი მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვთ საზოგადოებაში და რეალურ, ასე ვთქვათ, საფრთხედ აღიქვამენ. ამიტომ ხა სამართლებრივი დიდად ეს პროცესი არ იქნება, თუმცა იქნება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესი, იმიტომ რომ წინააღმდეგობის კიდევ ერთი შეიძლება კერაც გაჩნდეს, ან კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, ეპიცენტრი იყოს, თუნდაც ბათუმში ხოლმე, ან არ ვიცი რა, ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა პროცესი წავა. გახარიას გუნდი არ არის ამ სარჩელში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თანმიმდევრულები ვართ, ჩვენ ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს, ჩვენ ვაღიარეთ ჩვენი შეცდომები, ჩვენ ვთქვით, რომ პარლამენტის ბოიკოტირება იყო შეცდომა, შემდეგ ეს მთელი პროცესის ბოიკოტირება იყო შეცდომა და რაც მთავარია 4 ოქტომბერი, რომელმაც გაუჩინა ბევრი შესაძლებლობები ოცნების რეჟიმს. 4 ოქტომბრის შემდეგ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა, რომლებიც შექმნეს ეს დღე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ქვეყნიდან გაძევებული იქნა ინდოეთის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მაროკოს, ფილიპინების, იორდანიის, ბანგლადეშის, ჩადის, კოტ-დიუარის, რუმინეთის, რუსეთის, ნიგერიისა და სხვა ქვეყნების ჯამში 121 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.